საღამო მშვიდობის. დავიწყეთ პირდაპირ ეთერი მესამე live ჩართვა ამ კვირაში ზედიზედ. ძალიან მოკლე ლაივია, მექნება ალბათ დღეს, იმიტომ რომ კითხვები არ შემოსულა არც პირადში. სულ ორად-ორი კითხვაა, ისიც ზრდის ფაქტორთან დაკავშირებით და ამაზე ვისაუბრებ. მაგრამ სანამ შემომიერთდებით, აბა ყველა საიდან მიერთდებით, შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი ქვეყნიდან მიყურებთ, ან რომელი ქალაქიდან, თბილისიდან. აი მე მაგალითად ვიმყოფები ხარაგაულის რაიონში, სოფელ ვახანში და აგრილდა ჩავთბით, ფეჩი დავანთეთ, გიზგიზებს. როგორ ახართ აბა, სანამ შემომიერთდებით? მინდა ერთ თემას შევეხო, წინააღმდეგობას და ველოდები თქვენს კომენტარებს. მოდი იმას ვიზამ. დავარეფრეშებ აქაც. არის პირდაპირ ეთერი, ვხედავ. ჯერ კომენტარებს ვერ ვხედავ, მაგრამ ალბათ გამოჩნდება. კარგი, წინააღმდეგობაზე ვისაუბროთ, კარგი. წინააღმდეგობა როგორც ასეთი წარმოადგენს ჩვენ შინაგან დიქტატორს, ასე ვთქვათ, შინაგანი ხმა დიქტატორის. ის ჩნდება, აი ეს შინაგანი ხმა ჩნდება დიქტატორის მაშინ, როცა ცხოვრების შეცვლა გვინდა. მაგალითად გადაწყვიტეთ მოგზაურობა, ან გადაწყვიტეთ რაღაც ახალი საქმის დაწყება, ან ძალიან ხშირად მწერეთ, ჩემ კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი, გადაწყვიტეთ ცდის ფაქტორში მოსვლა, მაგრამ ჩნდება წინააღმდეგობა. ჩნდება წინააღმდეგობა და გეუბნება, რომ ეს შეუძლებელია, ახლა ამის დრო არ არის. საკუთარი პროექტის დაწყების დრო არ არის, რაღაცა ეხლა არა, მერე და ასე შემდეგ, ხო? და გავიწყდება ეს ყველაფერი, მიდიხარ ისევ ჩვეულებრივ რუტინაში, ებმები და ეს წინააღმდეგობა ყოველთვის ჩნდება მაშინ, როდესაც მოგინდება ხოლმე და რაღაცა შინაგანად გთხოვს, რომ გახალგზას დაადგე, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევს ვინ. საინტერესოა, ვინ არ გაძლევს ამის საშუალებას. ეს არის ძველი მე, რომელიც არის შიშში, რომელიც არის ძველ პროგრამებში. და ნახეთ, ახალი ცხოვრება არიწყება ძველი პროგრამების მორჩილებით. ანუ მექანიკურად, რომ ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობს ადამიანების დიდი ნაწილი. დილით როცა იღვიძებენ, მექანიკურად მოსდით ერთი და იგივე აზრები, მექანიკურად აკეთებენ საქმეს, პირადი ჰიგიენა თუ ყვება თუ ასე შემდეგ ყოფითი ისე ყველაფერი ხდება მექანიკურად, არ ხდება გაცნობიერება. და ამ მექანიკურმა ქმედებებმა, რასთანაც მიგვიყვანა ამ მექანიკურმა ქმედებებმა, ის გვაქვს დღეს და თუ ეს არ მოგწონს და ჩვენი შინაგანი მე სადღაც იძახის, ოღონდ ანუ ჩვენში არის რამდენიმე შინაგანი მე, აი ძველი მე არის მაგალითად ეს წინააღმდეგობა შინაგან დიქტატორს, რასაც ვეძახი, ახლა რასაც უწოდებ, რომელიც არ გაძლევს, რომ იცი რა შენ არ იმსახურებ, რა დროს მოგზაურობა, იმდენი საქმე გაქვს, ხო? ის კარნახობ შენ რაღაცებს, რატო არ უნდა გააკეთო, გეუბნება მიზეზებს, მიდი რა იყავი იქ სადაც ხარ, აკეთე რასაც აკეთებ, დაანებე, ნუ ფანტაზიორობ და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეული ძველი პროგრამები.
და ამ ჩვეულ ძველ პროგრამებს ჩვენ თუ ავტომატურად დავემორჩილებით და ამ ჩაკეტილ წრიდან არ გავაცნობიერებთ, რომ ეს ასეა და არ გადავწყვიტავთ, რომ სხვანაირად გვინდა და მეტი ასე არ შეიძლება და შინაგან დიქტატორს, რომელიც წინააღმდეგობას გვიწევს, არ ვეტყვით, რომ აბა ჩუ, შენ გაჩუმდი, შენ გისმენდი ამდენი ხანი და მიმიყვანე და მომიყვანე დღემდე. აი აქ სადაც ვარ, აქ და ამ წუთას. მე მზად ვარ, მე ვიმსახურებ უკეთეს შედეგს, ვიდრე ამ წუთას მაქვს და მე გავაკეთებ ამისთვის ყველაფერს. მე განზრახული მაქვს, გავაკეთო ამისთვის ყველაფერი და ამ წუთიდან შენი ნებელობა იწვევს ენერგიის გადმოქაჩვას და პერსპექტივას და რესურსებში შენი თავის მოყვანას. მაგრამ ნახე, თუ დაემორჩილე ძველს, როგორც მეუბნებიან, რა ზის ფაქტორში ახლა არა, შემდეგ მოვალ. ეს შემდეგი არასდროს არ დგება, იმიტომ კი არა ხარ ზის ფაქტორი. თქვენი ამბავი აიღეთ, თქვენი პროექტი აიღეთ, თქვენი რაღაც კონკრეტული ის აიღეთ. ნახე, თქვენ ამბობთ, რომ მე გავაკეთებ, მე წავალ, მე მივხედავ და ეს მე არასდროს არ დგება. რატო? იმიტომ რომ შინაგანი დიქტატორი და ძველი პროგრამები არ გაძლევენ საშუალებას თქვენ ახალ რელსებზე გადახვიდეთ. იმიტომ რომ ახალ რელსებზე გადასვლით ტვინი გადავა დისკომფორტის მდგომარეობაში, მან არ იცის ახალი რეალობაში ნაბიჯი თვალდახუჭულმა უნდა გადადგას. გამიგეთ, აი საქმე ამაშია. ჩვენ ვერ გავთვლით ყველა ნაბიჯს, როგორც პატარა ბავშვი ვერ გათვლის, ეხა ნაბიჯი რო გადადგას, ვინც აი ბაჯბაჯით იწყებს სიარჯე ჩოჩვით, ფოფხით და მერე ბაჯბაჯით. ხო ის ვერ გადადგამს, ნორმალი ნაბიჯი იქნება წარმატებული და რომელი არა. არამედ ის უბრალოდ მოძრაობს, ის უბრალოდ მიდის, ის უბრალოდ იღებ თავში გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და იაროს წინ. ზუსტად ასევე უნდა გადავდგათ ჩვენ ნაბიჯი, როდესაც გვინდა ახალ რეალობაში შესვლა. გარანტიები იქ რა მელოდება, გარანტიები არ არსებობს. ზოგადად გარანტიები. ესეთი თემაა. მოლოდინები, გარანტიები არა, უბრალოდ ნახეთ, თქვენ მიყვებით თქვენ შინაგან ხმას, რაღაცა გთხოვთ ცვლილებებს. რა უგულველყოფს, ანუ რა ეწინააღმდეგება ამას, ეწინააღმდეგება შინაგანი დიქტატორი, ძველი პროგრამები. ეს რო არ მოხდეს და ძველებურად ცხოვრების ციკლიდან გამოვიდეთ, უნდა ჩაჭრა ეს მექანიზმი და როგორც მე ნებელობა განვაცხადე წეღან, შეგიძლიათ ამოიწეროთ ეს ნებელობა, აი ესეთი ნებელობით თქვენში რესურსები გადმოედინება, ჩამოვა იმისთვის, რომ ახალი ნაბიჯი გადადგა და უნდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი არის არსაი, თქვენ ზუსტად არ იცით რა მოხდება, რა გექნებათ, მაგრამ იცით, რომ თქვენ ახალი ცხოვრებისთვის ემზადებით, თქვენ ახალი ცნობიერების დონისთვის ემზადებით, სადაც არ არის გარანტიები, მაგრამ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, დისკომფორტი, რაღაცა ახალი უნარჩვევების შეძენა იმისათვის, რომ სასურველი რეალობის შექმნის უნარჩვევები განივითაროთ, არის საკუთარი თავის დაშლის მექანიზმი. იცით როგორ არის გენერალურ დასუფთავებას რო აკეთებთ საახალწლოდ, სააღდგომოდ, კიდევ რა ვიცი, საზაფხულოდან, საშემოდგომოდ, რა ვიცი როგორ გენერალს რას აკეთებთ, გამოყრით ყველაფერს, ან კვირაში ერთხელ გადმოყრით ყველაფერს და მე რაღაცებს ახარისხებთ, რომელიც შეიძლება გააჩუქოთ, ან გადაყაროთ, ან რაღაცა და დანარჩენ შეაწყობთ. ასევე არის საკუთარი თავთანაც ზუსტად ჩვენს მენტალურ მდგომარეობასთან, როგორც ფიზიკურ მდგომარეობასთან, მენტალურ მდგომარეობასთან, ემოციურ მდგომარეობასთან, ზუსტად იგივე ალგორითმი მუშაობს, ჩვენ გადმოვყრით ჩვენს მენტალურ ნაგავს, რომელიც ეხება ჩვენი ახალი რეალობის, ანუ ახალი პარადიგმას შექმნას, რომელიც ხელს უშლის და წინააღმდეგობების სახით შინაგან დიქტატორს ვაჩუმებთ და ვეუბნებით მე ახალ პარადიგმას ვქმნი და შენ
გაჩუმდი მოკლედ. შენ გაჩუმდი, მე ახალ იდენტობას ვქმნი და ასე ვიწყებთ ახალის შექმნას. ანუ ვაკეთებთ აღწერას, რაც გვაქვს, თავისუფლდებით ძველისგან და შემდეგ ვიწყებთ აი ამ განთავისუფლებულზე დალაგებას, რაც გვაქვს, რაღაცების გაკვეთილის მიღებას, მადლობების გადახდას, წყენის გაშვებას, მოკლედ ვანთავისუფლებთ მენტალურ, ემოციურ, ფიზიკურ დონეზე და ამის შემდეგ უკვე იწყება შენი ცხოვრების იმ მენტალური ენერგიით ავსება, იმ აზრებით, იმ პარადიგმებით, იმ შეხედულებებით, იმ წუნებულებებით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც ახალ ცნობიერებას გააჩნია და დღემდე შენთვის ეს იყო მიუღებელი. არის თუ არა ეს თავის მოტყუება, ზოგმა იცის რომ რა, ეხლა არ ვცხოვრობ ისე და მართლა რანაირად დავიწყო ასე ფიქრი. თქვენ თუ გინდათ რომ გატეხოთ მატრიცის ალგორითმი, გატეხოთ რას ნიშნავს, ანუ ეს პარადიგმა, რომელიც თქვენში ძველი პროგრამას შახის შინაგან დიქტატურის სახით, რომელიც არსებობს, მის რო გააჩუმოთ, ამისათვის გჭირდებათ თქვენი ნებელობა, შინაგანი მყარი გადაწყვეტილება იმისი, რომ არა, შენი ცხოვრება დღეიდან იცვლება და შენ ამისთვის ყველაფერს გააკეთებ და ძველი წარსულიდან მოგვაქვს მხოლოდ კარგი გამოცდილებად და დანარჩენს ვიძენთ ახალს, იმიტომ რომ ახალ სახლს რო აშენებთ, ახალ სამზარეულოს ქალბატონები განსაკუთრებით, ახალ სამზარეულოს რომ აკეთებთ, იქ არ მიგაქვთ ძველი თებშები, ძველი ქვაბები, აი თუ ეხა სენტიმენტალური არ არის და დედის ნაქონი, ბებიის ნაქონი და რაღაც ესეთი, რაღაც ერთი ნივთი შეიძლება წაიღო, გაიყოლო, ხო, იმიტომ რომ ახალია და ახალი ცხოვრებისთვის ემზადები სიახლე შემოდის შენ ცხოვრებაში და შესაბამისად აზრებით, ანუ თქვენი მენტალობითაც სიახლე შემოგაქვს და შენი ემოციური მდგომარეობაც იმ ახალი რეალობის და ახალი პარადიგმის შესაბამისი უნდა იყოს. ასე იქმნება და ასე ვაჩუმებ ჩვენ შინაგან, ანუ წინააღმდეგობას, რომელიც წარმოიქმნება და შინაგან დიქტატორს, ხო ვთქვი, როგორ ვაკეთებთ. ამისათვის საჭიროა მოусმინოთ ხოლმე საკუთარ თავს არა, ეს თავის მოусმინოთ საკუთარ თავს. გულის ყურით მოსმენა, რა საინტერესოა ქართულში, გულს ყურით უნდა, გულს ყური აქვს, გულს ხმა აქვს. ხმა აქვს, თავის ხმა უფრო ძლიერია, როდესაც 3D მატრიცაში ხარ ჩაბმული და შენი ცხოვრება მექანიკურზეა ჩაბმული, მაგრამ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ გულის მოსმენაზე, იმიტომ რომ გულის მოსმენით შენ გეხსნება შენ საკუთარ თავთან წოდომა, იმიტომ რომ თავი ეს არის პროგრამები, ძველი პროგრამები, რომელიც შენ არ გაძლევს წინ წასვლის საშუალებას და ლოგიკაზე აწყობს ყველაფერს. გული ეს არის კარნახობს ისეთ რაღაცა შეიძლება ლოგიკურად ვერ ახსნა, მაგრამ მან იცის ზუსტად რა უნდა. აი გულმა ზუსტად იცის რა უნდა და როდესაც გულის კარნახს გაყოლას ვსწავლობთ, ჩვენ გვეხსნება გულის ცენტრი, გვეხსნება შემდეგ ზედა ღვთიური ცენტრები, სადაც სამყაროს ღვთიური ცეცხლოვანი ენერგია იწყებს ჩვენში ჩაღვრას, ეს არის შემოქმედის ენერგია და ამ შემოქმედის ენერგიით უკვე შენ ხარ თავად შემოქმედი შენი ცხოვრების. მანამდე უბრალოდ ცხოვრობ ავტომატზე, ისე როგორც დაგასწავლეს, ისე როგორც შენ მიგაჩნია სწორად, მაგრამ ამ სისწორემ მიგიყვანა იქ, სადაც ხარ, ასე რომ ვისწავლოთ გულის მოსმენა. ასევე ვისწავლოთ აქ და ამ წუთას ცხოვრება და ამისთვის ძალიან კარგი, მე ვდავდე ამაზე, არ ვიცი ვიდეო ჩავწერ თუ ლაივში ვთქვი, რამდენიმე
ნაბიჯი, იმას ახლა აღარ გავიმეორებ, როგორ უნდა დააფიქსიროთ თქვენი თავი აწმყოში და დაინახავთ, რომ აწმყოში ძალიან ბევრი მომენტია იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, თურმე ბედნიერება გარეთ კი არ არის, შინაგანი მდგომარეობა და ეს აწმყოში უნდა ისწავლოთ და დააფიქსიროთ. ამისთვის არის მაგალითად სიხარულის და მადლიერების ჩატი ტელეგრამზე, თქვენ შეგიძლიათ შემოუერთდეთ, აი წელიწად ნახევრის განმავლობაში 2003-ში დავიწყეთ მგონი თებერვალში სიყვარულის მარათონი და მთელი წელიწად ნახევარი ჩვენში გენერირებას ვაკეთებდით, ეს არის უფასო არხი და უფასო ჩატი, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაერთიანდეთ. ამისთვის არის კიდევ დახურული ჯგუფი სულის ევოლუციის, იქ თუ მეგობრებში თუ როგორც არის ჯგუფში დამატებას გამოაგზავნეთ, მე იქ ბმული დევს და იქიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ. ან სადღაც აქ ჩემს იმაზე Facebook გვერდზე არის კიდე ბმული წვდომაში და შეგიძლიათ იქიდანაც გადახვიდეთ. მოკლედ არის უამრავი რესურსი, კიდე ახალი ეს შემოვიტანე. ანუ მე რამიდან ჯერ იმ აზრს დავამთავრებ, ანუ იყო წელიწად ნახევარი სიყვარულის მარათონი და იყო ადამიანების კატეგორია, რომლებიც წელიწად ნახევრის განმავლობაში, ეს იყო თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ იყვნენ ყოველ დღე ჩემთან ერთად, მეც აი თითზე ჩამოსათვლელი დღე თუ მაქვს გამოტოვებული რაღაცა წელიწად ნახევარში. განა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ენერგიის წყარო და მე თვითონ მაინტერესებდა რა მდგომარეობაზე გამიყვანდა, ეს იყო ჩემი, აი როგორც მობილურ შეაერთებ ისეთი მუხტი, რომელიც ყოველდღიურად ფიქსირდებოდა სიყვარულის ენერგიით გატენვა ამ ჩატში და იყვნენ ადამიანები, რომელსაც ამას ყოველდღიურად აკეთებდნენ. ეხლა სექტემბრიდან, 1 სექტემბრიდან ეს ჩატი უკვე ამ ჩატში მიმდინარეობს უკვე მადლიერების და სიხარულის მარათონი 3 თვიანი და მე დავაანონსე ესეთი რაღაცა, ვინც სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ყოველ დღე გააზიარე, მე 10 ოქტომბერი არ მითქვი, ამ მაშინ 3 თვე ვთქვი, ანუ ახალ წლამდე გააზიარებდა, იაქტიურებდა და ყოველ დღე ჩატში დაწერდა დღეში რამდენიმე სამადლობელს და სასიხარულო ფაქტს ყოველდღიურობაში რამდენიმეს დააფიქსირებდა, მას საჩუქრად მივცემდი, ერთ ადამიანს მივცემდი ზრდის ფაქტორს, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ზრდის ფაქტორს აღარ ვაპირებ 26 წლამდე, ეხლა არის ამ წელიწადის ბოლოს ზრდის ფაქტორი და გადავწყვიტე, აი მე 1 თვის მანძილზე, ვინც აქტიურობდა, ყოველდღე დებდა, აი ამ თავის მადლიერებას და სასიხარულო მომენტებს, ყველასთვის. აი ვინც იქ ყოველდღე დებდა, ყველასთვის საჩუქრად მიმეცა. ახლა ამ წუთას კიდევ ვაცხადებ, ვინც ახლა მონაწილეები არიან მათ გასაგონადაც ყურადღებით და იმათვის, ვინც დაემატება. როგორც კი დაემატებით იმ წუთიდან, იმ წამიდან, აი მაგალითად ამ კვირაში დაემატებით, ხო? აი იმ დღიდან დაიწყება მომავალი ზრდის ფაქტორამდე ათვლა და 10 კაცი რო იყოს, 100 კაცი რო იყოს აქტიური, 100-ვეს უფასოდ მოგეცემათ ზრდის ფაქტორი, მე ამის პირობას გაძლევთ. ეს ისე იმათ საპასუხოდ უფასოდ სულიერი ლიდერი თუ ხარ, სულიერი ტრენერი, უფასოდ რატო არ იძლევი პროგრამებს, უფასოდ ვიძლევი ფსიქოლოგიურ ტექნიკებს და ისეთ სიგიჟეებს მიწერენ კომენტარში, რომ ხვდები, რომ მარგალიტების დაყრა ყველასთვის, გაუფასურდება ოქროს და მარგალიტის ფასი იცის მხოლოდ იმან, ვინც მზად არის, უფიქრია ამაზე, ეძებს გზას და ამაში ხარჯავს ენერგიას. ან ხარჯავთ უფასო გვერდზე, თქვენ ენერგიას დებთ და ამზადებთ საკუთარ თავს, ენერგიის ჩადება რას ნიშნავს? ყოველდღიურად. დღეში ერთხელ, დილით, საღამოს, შუადღისას, არ ვიცი, როდესაც გინდათ, დღეში ერთხელ, ეს არის თქვენი ინვესტიცია. ამას ჩემი გულისთვის აკეთებთ.
აკეთებს ვინმე, არა თავისთვის აკეთებს, თავის ცნობიერების შესაძლებლად. წარმოიდგინეთ, ყოველდღე რო თქვენ დააფიქსიროთ თქვენ ცხოვრებაში 5 სამადლობელი მომენტი. არა და ადამიანების უმრავლესობა რაზეა კონცენტრირებული? რა ცუდ დღეშია, რა წნევა აქ ესაკ არ უნდა იყოს ფოკუსირებული, დიახ, უნდა იყოს ჯამრთელობაზე ფოკუსირებული და აზრების და მენტალურ შეცვლაზე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის რაც აქვს ცუდი მომენტი ავადმყოფობა, ეს არის შედეგი და ეს შედეგი უნდა გავიაროთ. ამას არავინ არ გედავებათ. ვიღაცა მომწერა ინსულტიანი ადამიანიო, რა ეს უშველისო აზრების შეცვლა. მერთო წაკითხულს გაგება უნდა და ზოგჯერ ამიტომ ვფიქრობ ღირს კი საერთოდ რამის ლაპარაკი ზოგჯერ, იმიტომ რომ ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გაგებულია თქო, მაგრამ სწორედ იმ 1-2 ადამიანისთვის და მათთვის, ვისაც უნდა ცხოვრების შეცვლა, ნამდვილად ღირს და არა ის, ვინც მეჭიდავება კომენტარებში და მიწევს წინააღმდეგობას. ნახეთ, წინააღმდეგობას მე კი არ მიწევთ. ძირფასო, ვინც მიწევთ კომენტარებში, საერთოდ არ მიწევთ მე წინააღმდეგობას, მე კი არ მეჭიდავებით თქვენ შინაგან მდგომარეობას ეწინააღმდეგებით, თქვენ შინაგან დიქტატორს ეწინააღმდეგით, რომელიც ეს შინაგანი ძველი უნარი ეჭიდავება ახალ შემოთავაზებულ პრაქტიკას, ინფორმაციას, რომ არ შეცვალოს ცხოვრება, დარჩეს იგივე ცუდ დესტრუქციულ მდგომარეობაში და მექანიკურ ცხოვრებაში და იძინოს, ამას უწევთ თქვენ წინააღმდეგობას, თორემ ჩემთან წინააღმდეგობა რა მოსატანია იმ წინააღმდეგობასთან, რომელიც თქვენი ჩრდილები და ჩვენი ჩრდილები გვიკეთებენ ზოგადად თქვენზეც არ არის. ზოგადად მეც ვარ იქ, როცა მე არ ვიცი ჩრდილებთან მუშაობა და ვინმე ამას მასწავლის და მე წინააღმდეგობას უწევ, ეს არის თავის წინააღმდეგობა, ძველი პროგრამებიდან გამომდინარე წინააღმდეგობა და არა გული, დახურული მაქვს გული, ნახეთ. არა და პარაშუტივით უნდა იყოს გახსნილი, რომ იფრინო და ისიამოვნო, როდესაც დახურულია, ხო? ენარცხები და ტრამვები გაქვს და უამრავი რაღაცა, იმიტომ რომ დახურულ პარაშუტს მოსდევს ის, რაც მოსდევს. ასე რომ ძვირფასებო, გაითვალისწინეთ, თქვენ შეგიძლიათ მოკლედ დაემატოთ ტელეგრამის უფასო ჯგუფს და იქიდან მიიღოთ საჩუქრად, იქიდან მიიღოთ საჩუქრად ზრდის ფაქტორში მონაწილეობა, ასე რომ welcome, ან ფულს იხდით, ან თქვენს ენერგიას დებთ. იცით როგორ არის? ბანკში რო შეგაქვთ ფული ყოველდღე და მე პროცენტებზე ცხოვრობ. დაახლოებით ესეთია, თქვენს ენერგიას დებთ, ან სწრაფად დაფინანსებით, ან ყოველდღე აზიარებთ თქვენს სიხარულის მადლიერების მომენტებს, 5 სამადლობელო მომენტს ყოველთვის აღმოაჩენს ადამიანის ცხოვრებაში, ყოველთვის. რო თვალი გაახილეთ, ფერების აღქმა შეგიძლიათ, რო ხერხემალს შეუძლია წამოდგეს აწყოს მალამალაზე და იქ ტკივილი არ არის, ან თუ ტკივილია, ამის განკურნების მექანიზმები, აი მაგალითად, ამას წინათ ხერხემალზე მქონდა ტკივილი და მოვიძიე ყველა ინფორმაცია, რითი შეიძლებოდა და აი არ ვიცი რა, სუნთქვებით და მენტალური მდგომარეობით, სპეციალური სუნთქვებით, მენტალური მდგომარეობით, პლუს ვარჯიშებით, ერთხელ ვისუნთქე რა, ერთ და მეორე დღეს მე ვთქვი რა თავისუფლად ვარ. მერთო რა თავისუფლო, რა ბედნიერებაა, როგორი მადლიერი ვარ. აი ასეთი ასე უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და არა ის, რომ ვიღაცას რო ეს ჭირს და ვიღაცა რო გაჭირვებულია ეს უშველის.
ყველამ შევტრიალდეთ საკუთარი თავისკენ, იმიტომ რომ იმ ვიღაცას თავისი გაწერილი კარმა აქვს. ის ვიღაცა, რომელიც მოკვდა 25 წლის ასაკში, ან 17 წლის ასაკში, მისმა სულმა ზუსტად იცოდა, როდის დაასრულებდა ცხოვრებას და ზუსტად იცოდა, რა გაკვეთილი უნდა მოეტანა მას, ჩემთვის, შენთვის, მისი მშობლებისთვის. ეს არის გაკვეთილი რაღაცის და ეს არის გაწერილი მატრიცაში წინასწარ ბედის წერა. ქართულში ფანტასტიკური, არ ვიცი სხვა ენაში თუ არსებობს ესა ბედის წერა. ეს არ ნიშნავს, რომ ბედის წერის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ სული თუ იმ განზრახვით არის, რომ მას არ უნდა ამ ცხოვრებაში გამოფხიზლდეს, თუმცა ყველა სულის დანიშნულება არის, რომ სულიერად გამოფხიზლდეს და უფრო მაღალ თამაშში, უფრო სულიერების მაღალ დონეზე გადავიდეს, აუცილებლად ამისთვის არის მოსული. და ჩვენ რომ ყოველთვის ვაივუშით ვხვდებით ნებისმიერ სამყაროს გამოვლინებას, რომელიც ჩვენ სამდეში დესტრუქციულად მიგვაჩნია დამანგრეველად და შემაწუხებლად, ეს არის სამყაროსთვის ბალანსის აღდგენა. ჩემი ყველა ტკივილი, რომელიც ცხოვრების პირველ ნაწილში მაქვს გამოვლილი ძალადობა გინდათ, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც მაქვს გამოვლილი, რამაც მიმიყვანა იქამდე, სადაც ეგ ვარ, ყველაფერი იყო ბალანსის აღსადგენად და მადლობა ღმერთს ცხოვრების ზუსტად იმ სიტუაციებში ყოფნა გამომაფხიზლა, იმიტომ რომ პასუხები არ მქონდა. პასუხები არ მქონდა, რატო ხდებოდა? რატო ხდებოდა ის, რატო მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რატო მე ესეთი რაღაცები ვიყავი დაცილებული ღვთიურ მდგომარეობას ვიყავი გვემაში, უარყოფაში, განკითხვაში და მსგავსი რაღაცა. და როგორ მიხარია ახალგაზრდები რომ მოდიან, იმიტომ რომ სადღაც 45-46 წლის ასაკში რო დავიწყე ჩემს ტრამვებთან მუშაობა, მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი ისეა როგორც უნდა მომხდარიყო და მადლობა ღმერთს ამ ფორმით მოხდა და მე ამ ტკივილმა გამიყვანა იმ გაცნობიერებამდე, სადაც ვარ და დღეს ადამიანებს შეუძლიათ მომმართონ ნებისმიერი საკითხით და მე მათ შემიძლია და შემეძლო ყოველ შემთხვევაში. ახლა ინდივიდუალურებს მხოლოდ ზრდის ფაქტორში ვასტარებ, ცალკე ინდივიდუალურები არ მყავს. ზრდის ფაქტორში არის მონაწილეობის 2 პაკეტი, ბარემ ამაზე გავჩერდები. ზრდის ფაქტორი არის 21 დღიანი პროგრამა, ნახეთ, რომელიც არის დამწყებთათვის. აი როგორც ბაღაბაღში სულიერების გზაზე დამწყებთათვის. აქ ჩვენ ვსწავლობთ ენერგიები რა არის, სიხშირეები რა არის, ვიბრაციები რა არის, ვსწავლობთ რა არის დამკვირვებლობა ზოგადად გამოვდივართ, ვსწავლობთ რა არის დრამები, როგორ ვარ ჩართული ამ დრამებში მექანიკურ ცხოვრებაში, გამოვდივართ აქემ, გეძლევათ საოცარი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს გიწყობთ გააცნობიეროთ თქვენი თავი, თვით შეცნების, აზრებზე დაკვირვების, ემოციებში და შეგრძნებებში გარკვევის ტექნიკები გეძლევათ, რომ თქვენ ისწავლოთ რეალურად რას წარმოადგენთ ახლა, რა უწყობს თქვენში ხელს ენერგიების გაზრდას და რა უწყობს ხელს ენერგიების კარგვას და როგორ უნდა ამოქოლოთ ეს და როგორ უნდა იყოთ ენერგიულად. ამას სწავლობთ საკუთარი თავის სიყვარულს, როგორც ღვთიური ჭურჭლის, თვიური ენერგიის გამტარის, რომ თქვენ შეძლოთ აი ამ მაღალ ვიბრაციებზე ასვლა იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ, საკუთარი ცხოვრება გადაიყვანოთ ახალ ლეველზე, ახალ ცნობიერებაზე, ჯერ ცვლით ცნობიერებას, ჯერ ცვლით მენტალურ ემოციურ მდგომარეობას, სასურველთან შესაბამის პარადიგმებს, პროგრამებს ვქვნით, მერე იცვლება ყოფიერება. ყოფიერება განაპირობებს თუ არა ჩვენს ცნობიერებას, თუ გძინავს განაპირობებს.
ჩვენ ყოველთვის გარედან ვიღებთ ნიმუშებს, მოქმედების მოდელებს, მაგრამ თუ გამოფხიზლდები და შეტრიალდები თავისკენ და მექანიზმს გაერკვევი, როგორ ალგორითმდება გარეთ რეალობა, შენ აღმოაჩენს საოცარ შესაძლებლობებს არა გარეთ, არამედ საკუთარ თავში, ცოტა ხანი დაგჭირდება შინაგანი ტრანსფორმაციისთვის, ნუ ცოტა ხანი ვისთვის ცოტა ხანი. საკუთარ დემონებს შეხვდე, საკუთარ ჩრდილებს, აი ესეთ იმუშაო საკუთარ თავთან, შიშებში გაიარო, შეიძინო უნარჩვევები, ახალი რეალობის შექმნის მექანიზმი, ალგორითმი დაალაგო, გააცნობიერო, დააგენერირო შენს ცხოვრებაში, ამ ყველაფერს სწავლობ და ხედავ, როგორ ნელ-ნელა იცვლება შენი ცხოვრება, იცვლები შენ იცვლები, გეცვლება დამოკიდებულები, გეცვლება შეხედულებები, გეცვლება მადლიერი ხარ ყველაფრის, ყოველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვის, ყოველი გათენებული დღის, გიყვარს ადამიანები, არა იმიტომ რომ რაღაცა გაგიკეთეს ან კარგები არიან, არა უბრალოდ იმიტომ რომ არიან და აძლევ უფლებას მათ იყონ ისეთი როგორიც არის, იმიტომ რომ შენ იმუშავე საკუთარ თავზე და შენ მიეცი შენ თავს იყო ისეთი როგორიც არის, შენ გაქვს ჩრდილოვანი მხარე, შენ გაქვს ასევე დადებითი და ღირსებები, ამ ყველაფერს შენში აბალანსებ და ბალანსის შედეგად გადიხარ იმ ჰარმონიულ შუალედურ მდგომარეობაში ნულოვან წერტილში, სადაც ბინადრობს ღმერთი და სადაც ენერგიები თავისუფლად რაკრაკით ღვთიური ენერგიები იწყენ შენში შამოდინებას, რა ვიცი რა სადაურია, შემოსვლას იწყებს. აი ესეთი ისეთი ნაკადი წამოვიდა, ვფიქრობდი რაზე ვილაპარაკო თავიდან მეთქი და ეს დისფაქტორი უზრუნველყოფს ამ ცნობიერებას. წლობით ვიმუშავე კლიენტებთან და მერე ჩამოყალიბდა ეს ტრენინგი, თითქოს აი ვიღაცამ დაალაგა, რაღაც ძალამ ჩაალაგა ეს ტრენინგი და ახლა მერვე წელია მიმდინარეობს, 46 სეზონია, ასობით ადამიანმა გაიარა ეს ტრენინგი და შეცვალეს თავიანთი ცხოვრება. შეცვალეს, როგორ იცით, საბაზისო მიმართულება, როგორი სუფთა უნდა გქონდეს კრიალა ჩვენი მენტალობა, ჩვენი ემოციური მდგომარეობა, როგორ უნდა ვიყოთ ფიზიკურ რეალობაში იმისათვის, რომ თავის ამოვქოლოთ ეს დესტრუქცია ჩვენს გარშემო და ვიაროთ მხოლოდ ღვთიური ენერგიებისკენ და არაფერი ღმერთი, მამა, დედა, სიყვარულის გარდა. სხვა არაფერი არ ვართ ჩვენ და არ გვინდა სამიდე დრამები და თუ ამ დრამებში დავიწყებთ თამაშს ნებაყოფილობით და ეს იყოს მხოლოდ სიყვარულით. სხვანაირად ჩვენი ხსნა და საშველი ან გასასვლელი სამიდე მატრიცის ასეთი მატრიციდან ზოგადად აი ჩაკეტილი სივრცე კოდებია ასეთი შემუშავებული პროგრამებიდან გამოსვლა შეუძლებელია. მხოლოდ თქვენი თავის გავლით გატეხავთ მატრიცის კოდებს და გახვალთ გაცნობიერებულად გარეთ. კარგით, დისფაქტორზე გეპატიჟებით, რეგისტრაციის ბმულს დავდებ კომენტარებშიც და დავდებ ამ ლაივის თავშიც, მოგვიანებით, როცა ლაივს დავასრულებ. შემდეგი კითხვა, სად შეიძლება გიყუროთ ქალბატონო თამარ, ვუყუროთ თქვენს ვიდეოებს. ჩვენს ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ სულის ევოლუციის გვერდზე, თამარ კვერცხელია, რომელზედაც ახლა იმყოფებით და მიყურებთ, ასევე დახურული ჯგუფი სულის ევოლუცია GT Evolution ცენტრი არის ასეთი დახურული ჯგუფი, სადაც იდება პრაქტიკები უფრო მეტი, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ფსიქოლოგიური პრაქტიკებს ვაზიარებ და კომენტარებია ისეთი ღმერთო გადმომხედე. აი ესეთი კომენტარებია, ამიტომ არის ზოგიერთი ტექნიკები, რომელსაც მხოლოდ მათთვის ვაზიარებ, ვინც ასე თუ ისე მზად არის ამის მისაღებად, გასაგებად. იმიტომ რომ მათ
ნახათ, შემიძლია კაცო ეს. ასე რომ ვისაც შეგვიძლია და ვისაც გვინდა საკუთარ თავზე მუშაობა, გადმობძანდით, დახურული ჯგუფია. ხშირად მეუბნებია, რომ ამ პოსტს მიეცით გაზიარება. არ მივცემ გაზიარებას, იმიტომ რომ დახურულ ჯგუფშია სპეციალურად დადებული, რომ არ გადაზიარდეს, იმიტომ რომ ყველასთვის არ არის ეს ინფორმაცია. დახურულ ჯგუფში შესვლა არაფერი არაა, დააჭირეთ ღილაკს ხელი და მე დაგამატებ. რა შემთხვევაში არ ვამატებ ადამიანებს. თუ არის fake გვერდი, როცა შევდივარ მის პროფილში და არის მაგალითად თავის ქალა რაღაცა ესე იგი დემონური რაღაცები არის, ან რაღაცა, მოკლედ არ იკითხება ვინ არის, ავატარი არ არის ფაქტიურად, ასეთ ადამიანებს არ ვამატებ, კიდევ არ ვამატებ ძალიან დესტრუქციულ და რაღაც ესეთ ტიპებს, კიდევ არ ვამატებ როგორც მე ყველას ვამატებ. ხო, ახალ გახსნილ პროფილს. აი გუში რო გახსნა, ანუ პროფილში შეხვალ და არაფერი რო არა გაზიარებული, ან სულ ახალი აქ რაღაცა 3 დღის გახსნილია. ასეთსაც არ ვამატებ. ხო, აი ვისაც გჯერა გაგვატარონო, დიახ, ვისაც გჯერა გაგვატარონ 5-დესკენ. 5-დესკენ გაგვატარონ, ვისაც გჯერა და ვისაც არ გჯერა, ბრძანდებოდეთ. სულ კარგად იყავით. სიყვარულში, სიკეთეში, ბედნიერებაში. მე რა ადრე თუ გვიან გავალთ, ყველა გავალთ. ყველა ამისთვის ვართ მოსული. ასე რომ ვისაც გჯერა გაგვატარეთ. ხო, კიდევ რაც შეგვიძლია ვუყუროთ თამარის ვიდეოს TikTok-ზე. TikTok-ზე ვდევ პატარ-პატარა ვიდეოებს, ამ ბოლო ხანს დავიწყე ვიდეოების პატარ-პატარა ვიდეოების შეხვედრებიდან, ანუ დისფაქტორის კითხვა-პასუხების შეხვედრებიდან ამოჭრა, თუ ეს ფორმატი გახდა მისაღები მსმენელისთვის, ამას გავაგრძელებ, ახლა დავაკვირდები, კიდევ რამდენიმე დღე გავაკეთებ და თუ ეს ფორმატი პატარ-პატარა, ანუ ჩანაწერი, ხო, უამრავი ღმერთო, რამდენი ჩანაწერი მაქვს, იცი, 8 წლის მანძილზე რამდენის დისფაქტორი ჩაწყარდა, ამდენივეს დისფაქტორის 3 კითხვა-პასუხების შეხვედრა, შემდეგ ფინალური შეხვედრა. იმდენი უკავშირები და აი უკვე ჩემი ყველა კომპიუტერი რაც მაქვს წითლად არის ის დედისკი, უკვე იმას აჩვენებს, რომ გადავსებულია და თუ პატარ-პატარა მონაკვეთებად ამოჭრის საინტერესო ინფორმაციას და გაგიზიარებ და ეს გახდა მისაღები თქვენთვის, ამიტომ თითოეულ ინფორმაციას ასეთი ფორმატისაც რო ნახავთ, არ მოგერიდოთ და კომენტარეთ, დააპლიუსეთ, რა ვიცი, რაღაცა ქენით, ხელი ასე გააკეთეთ, ან გული გააკეთეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ, რომ მე ვიცოდე, რომ ეს ფორმატი თქვენთვის მისაღებია, იმიტომ რომ ასე გაკეთებულ ვიდეოებს, როგორც ვიცი, Facebook-ი, TikTok-ი არ აღიარებს და არ უწევს რეკომენდაციებს იმაში, ჩვენებებში. როგორც ვიცი და მე კიდე ახლა მონტაჟების თავი არა მაქვს და ასე შემდეგ ყველაფერი შეგვიძლია ჩვენს განძლიერებულ ქრისტეში. ხო, კიდევ რა კითხვა იყვება? ხო, შემდეგი ტრენინგი როდის იწყებაო? მე მგონი ამაზეც ვთქვი, უკვე არ გადადოთ. დაიწყეთ, რატომ უნდა გადადოთ? თუ გინდათ მოსვლა, თუ ხვდებით, რომ თამართან რეზონირდებით, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელთაც თამარი ვაფშე აღიზიანებთ. არს ლაპარაკობს, აღიზიანებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც რეზონირდებიან. ამიტომ თუ თქვენ ეკუთვნით იმ კატეგორიას, რომელიც რეზონირდებით, არ გადადოთ რეალურად, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელზედაც ახლა ვილაპარაკე, წინააღმდეგობაში თქვენი შინაგანი დიქტატორი, ძველი პროგრამა, რომელიც არ გაძლევს ცხოვრების შეცვლის საშუალებას და იცი რას დებთ ცხოვრების შეცვლის შანსს დებთ, დისფაქტორში მოხვედრის ვარიანტი გითხარით. ეს არის ანუ უფასო მარათონი, რომელიც არის
Telegram არხზე და ჯგუფში 3 თვის მანძილზე ყოველდღიურად დღის ჩაუგდებლად გააზიაროთ 5 მადლიერება და 5 სასიხარულო მომენტი, თქვენ გახდებით ჯადოქარი მადლიერებების შემგროვებელი ფერია, ან ასეთი, რა ვიცი, როგორც გინდა თავს უწოდეთ, რომელიც აგროვებს მადლიერებებს და სასიხარულო მომენტებს ყოველდღე ისე არ დაწვეთ, რომ არ მოაგროვოთ ყოველდღე 5 მადლობა და 5 სასიხარულო მომენტი თქვენს ცხოვრებაში და ნახეთ. 1 თვის მანძილზე როგორ შეგეცვლება ცხოვრება და მომწერეთ, რომ თამარ თქვენ რო ამბობდით, რა სისულელეა და მე გეტყვით, ოკეი, სისულელეა. ნახოთ. კარგი, სულ ეს იყო კითხვები, თუ ახლა მოდი ახლა აქ ვნახავ. აღარ ვიცი საით გავიხედო. ნინა, ძალიან მიყვარხარ. რატო გაკაჩავებს? რატო კარგავს სინათლეს შენ ხო ქალღმერთი ხარ? რატო არ აძლევ თავს უფლებას იყო ქალღმერთი? წამოდი სამყაროს ანაბანაში. გაიგე უფრო მეტი ვიხარ. მიყვარხარ, მადლობა. მადლობა ყველა კომენტარისთვის, გამოყოლისთვის, ნდობისთვის, ხო? კიდევ აი ეს წინააღმდეგობა აუცილებლად ჩასანაცვლებელია ნდობით. სხვათა შორის წინააღმდეგობა ცუდი კი არ არის. წინააღმდეგობა არის ის, რომ შენ გახარ სწორ გზაზე, რომ ეს წინააღმდეგები ეს იმას ნიშნავს, რომ შეირყა შენი ძველი პროგრამები, შეირყა შენი ძველი პროგრამები და ჯერ არ იცის რა უნდა, აი ასეა. და ეს იმას ნიშნავს, რომ აღცვლილებების დრო დადგა და აქ მეორე ნაბიჯი არის ნდობა. თამარი არ იკბინება. თამარი მთელი გულით, სულით გელოდებათ სრდის ფაქტორში, რომ გვისწავლოთ ერთად, ვის რას ვასწავლი. თქვენ თვითონ ისწავლებთ, ინფორმაციებს მიიღებ. ვისწავლოთ ერთად ენერგიების, სიხშირეების და ვიბრაციების ენა. ხო ისწავლეთ ქართული ენა, ხო ისწავლეთ ინგლისური, ხო ისწავლობთ ჩინურს, ესპანურს, გერმანულს. ეხლა მოვიდა დრო სულის ენაზე ალაპარაკდეთ და სულის ენა ეს არის სიხშირეების, ვიბრაციების ენა, შეგრძნებების ენა, სიჩუმის ენა. ენერგიების, რომელსაც ხელში გრძნობთ, ეს ენა, ეს არის. და ამის დრო დადგა. მით უმეტეს ეხლა ასეთ ეპოქაში. კითხვები დამაყარეთ, აბა, თუ გინდათ გავაგრძელოთ, თუ არა და დღეს მოვრჩეთ ასმითი. საერთოდ მინდა შემოვიღო კვირაში ერთხელ, ერთი დღე, რომ ყოველთვის შევხვდეთ. და კიდევ გეგმა იყოს 3 ეთერი, TikTok-ი, YouTube-ი და Facebook-ი. მაგრამ რა ვიცი, გაჯეტები რამდენად მომცემს ამის საშუალებას, იმიტომ რომ ტექნიკური მხარე დიდად არ მესმის. კარგი, კომენტარებს ჩავღრმავდები თქვენის ნებართვით, გამყვები, დავარეფრეშებ. თუ არა და ასეთი სასიამოვნო საღამო ოქტომბრის ასე 7-ად დასრულდება. არაო კომენტარები, ნუ რას მატყურებ? როგორ არ არის კომენტარები? იმაზე კომპიუტერზე ვეძებ კომენტარებს, იმიტომ რომ აქ არ ჩანს. ცოტა ხანი უნდა დამელოდოთ, რა მეუბნება რომ არ არისო. მე არ მჯერა რომ არ არის. მეჩვენებს. კიდე რეფრეში. თუ
თუ არ გამოჩნდა, ესე იგი 100 არის საჭირო. არა. საინტერესო საუბრობ სულიერად დამამშვიდებლად 35 წლის სახლში აღმოვაჩინე მენტალურისტის შესახებ და ეს ყველაფერი აქ გამომიჩნდა. სასწაულია ყველამ უნდა გაიაროს. დიახ, ესე არის. საერთოდ პერიოდები რო ავიღოთ, მეტნაკლებად ხდება 40 წლამდე, 40 წლის ზემოთ, ესე იგი 35-45 წლამდე ხდება უკვე მატერიადან შიგნით შეტრიალება სულიერებაში და ეს აუცილებელია. მოკლედ კომპიუტერზე არ მოჩვენებს კომენტარებს და აქ თუ რამე გამოჩნდა, მხოლოდ ამას ჩავირბენ. კარგი, თქვენ ისნებართვით აქ კიდე როგორ მიყვარხარო და მეც. გიგზავნის სიყვარულს. რა კარგი არ ხარ, ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო პასუხს ვისმენ, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ველში ვართ, ვიბრაციულად, სიყვარულის ველში, მხოლოდ სიყვარული გვაერთიანებს და სხვა არაფერი, პროგრამები და ეგო მხოლოდ და მხოლოდ ჭიდილშია და ამ სიყვარულის ველში გაერთიანების შედეგად ჩვენ ერთმანეთს ვაწვდით სიყვარულს. სიყვარული კი ადამიანურად ეს უკვე ინფორმაციის სახით, შეგრძნებების სახით მოდის, ანუ ღმერთი აი ამ სახით მოდის ინფორმაციულად. საინტერესოდ ხო, ეგ ვთქვით, ზრდის ფაქტორი არის ყველაზე მაგარი ტრენინგი, რომელიც გილაგებს სულს და გულს. მგონი ეს არის სულ, რასაც ვხედავ. თქვენს ყველა ინფორმაციას გულით მოსვენს, სულ შეიძლება ასეთი კითხვა, როგორ შეიძლება ტოქსიკურ გარემოდან წასვლა ისე, რომ დანაშაულის გრძნობა არ ტანჯავდეს ადამიანს. შემდეგ თუ შეიძლება ამ საკითხს როგორ მივუდგე, მტკიცედ, რომ საკუთარ თავზეც ვიფიქრო გაურკვევლობაში, რომ არ ვიყო სულ. არ ვიცი ეს ახლობლებს ეხება თუ გარემოს, მაგრამ ვისაუბრე ამაზე მე გუშინდელ ლაივშიც და გუშინწინდელ ლაივშიც და მაშინ გავჩერდებით და ცოტა ვისაუბრო ტოქსიკურ გარემოდან რო წავიდე, დანაშაულის გრძნობა არ გამიჩნდეს. არ ვიცი. ერთადერთი დანაშაულის გრძნობა შეიძლება იყოს შვილთან მიმართებაში. ამ ტოქსიკურ გარემოშიც რაც მოიაზრებ, ინდივიდუალური кейსი მჭირდება, რომ ინდივიდუალური მერე თქვენიდან ამოვიღო ის საჭირო ვერსია, რომელსაც თქვენ თვითონ აღმოაჩენთ. ჩემი ზოგადად რჩევა იქნება, რომ ტოქსიკური გარემო გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც უნარ-ჩვევას შევიძინოთ ამ ტოქსიკური გარემოდან. იმიტომ რომ წავიდეთ, ნახეთ, ამ ტოქსიკური გარემოდან რომ წამიდეთ, მან ხომ უნარ-ჩვევა არ მიგვიღია, ისე წავიდით, ანუ გავეკეცით ამ გარემოს. ამიტომ სადაც წავალთ ჩვენ იმის გამო, რომ იქ უნარ-ჩვევა არ შევიძინეთ, იმიტომ უნარ-ჩვევას ვიძენთ მხოლოდ ცოცხალ მაგალითად, აი ცოცხალად რო გავდივართ ჩვენს შიშებში, ჩვენს აი მაგალითად მეუღლესთან, შვილთან, ან რა ვიცი, სამსახურში რაღაცა, იქვე გავდივართ და ვიზრდებით იქვე. იქვე ვიძენთ ჩვენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ახლა შვილთან მიმართებაში რაღაც მომენტში ეს უკვე ჩვენი ზრდის მომენტია, მაგრამ სამსახურში არ არის აუცილებელი სიტყვაზე, შენ შეგიძლია შეიცვალო სხვა სამსახური, აიღო ძველიდან გაკვეთილი, რა აიყო იქ ისეთი, რაც მე მატრიგერებდა, რა რეაქცია მექნება მომავალში ასეთ საკითხზე და როგორ მოვიქცევი სხვანაირად. ერთით და იგივე ეს ბოლო, როგორ მოვიქცევი სხვანაირად. აი ეს თუ ეს სამსახურია, არ არის აუცილებელი ვიტანჯოთ და ვიყოთ და სადომაზოთი ვიყოთ ისა დაკავებული, მაგრამ თუ შვილს ეხება, თუ მეუღლეს ეხება, ნახე რა უნდა გავაკეთოთ ტოქსიკური გარემოსთვის. აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე მუშაობა ნიშნავს, რომ შეტრიალდე საკუთარ თავში და ის ემოციები, რასაც ამ ტოქსიკურ გარემოში შენ გრძნობ, საკუთარ თავში დაამუშავო. ეს იქნება მიმღებლობა, ეს იქნება რაღაც ანახალი უნარის გამომუშავება, იმიტომ რომ პირადად მე, როდესაც ვიყენებდი ნასწავლ ტექნიკებს ოჯახში, ფაქტიურად მე მეცვლებოდა რა საკვირველია უპირველესად, ხო, რამდენი ეგო რამდენად
არის მოსათვინიერებელი, ეს არის რაღაცა კოლოსალური სამუშაო საკუთარ თავზე. ისეთი მოსათვინიერებელია ეგო მე ყოველთვის ვარ ძალიან ინტერესიან და მაინტერესებს ამ თამაშს რა მოყვება თითოეულ პრობლემაში ან ტოქსიკურ გამრემოში შევდივარ როგორც თამაში აუ რა საინტერესოა ეხლა რა გამოცდილებას მივიღებ ყოველთვის ვამბობ და მე მზადა ვარ ამაში შევცურო და შევდივარ და ვაკვირდებ ამიტომ აი მე გირჩევს დის ფაქტორს მოდის დის ფაქტორში თუ შეძლებ მოდი სტანდარტ პროგრამაში თუ შეძლებ მოდი VIP პროგრამაში ინდივიდუალური სესიები. რა განსხვავება სტანდარტ პროგრამასა და VIP პროგრამას შორის? ის განსხვავება, რომ სტანდარტში არის ჯგუფური მონაწილეობა, არის ხელმისაწვდომი ლექციები, ვიდეოები, შეხვედრები, ყველაფერი ხელმისაწვდომია და VIP პროგრამა იგივეა. რაც ჯგუფური ტრენინგი მხოლოდ ემატება 3 ინდივიდუალური შეხვედრა ჩემთან და ამ 3 ინდივიდუალურ შეხვედრაში ჩვენ გავშლით ამ кейს ვნახავთ სად რა არის დასამუშავებელი და შენ უკვე ახალ უნარ-ჩვევებით ახალ გარემოში ადაპტირებას მოახდენ და თავად გახდები შენი ცხოვრების ესეთი რეჟისორი იმიტომ რომ ჩვენი ძველი უნარები რომელიც ჩვენ დაგვასწავლეთ და ჩვენ რომ მიგვაჩნია რომ სწორია თუნდაც ურთიერთობა შვილთან მიმართებაში, მეუღლესთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ხო, რაღაცები. ეს არის გამრუდებული, ისე როგორც იქცეოდნენ ჩვენი მშობლებიან, ისე როგორ იქცეოდნენ წიგნიდან, ფილმებიდან, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და კიდევ ერთხელ ჩემს მაგალითზე იმდენად მომიწია ჩემი ეგოს ჯიბეში ჩადება და საერთოდ ეგო მხოლოდ მსახურად გახდომა და არა მოსმენა. უსმენ გულს და ეგოს ვამსახურებ მე ამ გულის კარნახს უფრო ასეთი მექანიზმი არის სწორი და მეც გისურვებ რომ სულის ევოლუციის გზა აი გამოჩნდა კითხვები დავრჩებით ახლა გაიქეცით თორე თუ თამარი ჩაერთო და კითხვებზე პასუხები დაიწყო შეუძლია ხვალდილამდე გამეხსნა კომენტარები რა შემთხვევით დამეჭირ მოკლედ გირჩევთ მოხვიდეთ მოხვიდეს დის ფაქტორში და ნახავ ცხოვრება ნელა იცით რა ერთ დღეში ერთ მონაწილეობაში ცხოვრება არ შეიცვლება ეს არის ფენები ეს არის შრეები ჯერ ერთ უნარს შეიძენ მე მეორეს მე მესამე მე აკვირდები ამის გენერირებას ახდენ ცხოვრებაში ჯერ არ გამოდის მე იქით აქეთ აი ახლა ჩემმა საყვარელმა დის ფაქტორებმა მომწერა რომ ზუსტად ისე დროს გამოჩდები როცა ძალიან მჭირდებიოთ და რაღაცა დაწერა ისეთი რომ რატო გაქანქარებს იქით აქეთ ანუ ვიგულისხმ აი ბავშვი რო წაიქცევა ხო მით უმეტეს დის ფაქტორის ტექნიკები თუ გაქვს რო წაიქცევი უნდა ადგე რო წაიქცევი უნდა ადგე რო წაიქცევი შეგიძლია ერთი დღე დაწვე მაგრამ 3 დღე უკვე ზედმეტია და უნდა შეუდგეს საქმეს იმიტომ რომ ზე მაინც ადგება მთვარე მაინც ამოვა და ეს ციკლი მაინც ტრიალებს და შენ თუ ამ ციკლს არ აყევი სულს უნდა გამოვლინდეს იმიტომ მოვიდა არ მოხსულხარ დივანზე წამოსაწოლად და არ მოსულხარ მარტო სასქროლველად ან ხის დასარგველად და სახლის ასაშენებლად მხოლოდ ამიტომ არ მოსულხარ სახლიც უნდა აშენოთ ხეც უნდა დარგად ხოლო გულიდან აი ეს გულის ჩაკრიდან, გულიდან და ზემოთ ღვთიური მდგომარეობიდან და არა პირველი, მეორე, მესამე ეგოს მდგომარეობიდან ენერგეტიკულ ცენტრებს გულისხმობ ახლა ვიღაცა ხო, სიმშვიდე მომაკლდება კიდე შემხვდანინა შენი კომენტარი. ასე რომ მობრძანდით დის ფაქტორზე, დის ფაქტორში და უკეთესად გავშლით ამ საკითხს. ყველაფერი შეგვიძლია ისე სიამოვნებით გისმენთ. მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ხართ? არ ვიცი ამაზე რა უპასუხო. მერთო და კიდევ TikTok-ზე დამისვეს. როგორი კითხვა იყო დღეს TikTok-ზე რო დამიწერეს, ღმერთს რო ახსენებთ, რომელ ღმერთს გულისხმობთ? მესმის. მეც ასე ვიქნებოდი 10 წლის წინ, 7 წლის წინაც. ავქნათ. წინ არის ყველაფერი.
მოვად რომ ამაზეც ვისაუბრებ ან დახურულ ჯგუფებში. ეს მნიშვნელოვანია, გასაგებია, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია. მართლმადიდებლობა და ნებისმიერი მოდი ცოტას ვიტყვი. მართლმადიდებლობა და ნებისმიერი რელიგია სამდეში ეს არის სულიერების ის საფეხური, რომელსაც შეუძლია აი გულის ენერგეტიკულ ცენტრამდე აგიყვანოს. ეს არის სიყვარულის მდგომარეობა, ქრისტეს ცნობიერება, სიყვარულის მდგომარეობა, მაგრამ მე არა. და თუ გვინდა განვითარება და აღარ გვინდა ერთი და იგივე ციკლში საერთოდ ყოფნა და ამას თქვენი ცხოვრებას რო დააკვირდეთ, აი თითქოს წრეში ტრიალებთ, ამას მოასწავებს, რომ წრეში ხართ. და კიდევ ერთხელ გავიტყვი, რომ სულიერება და რელიგია არ არის ერთი და იგივე. ამას ვიტყვი, დღეს ეს იყოს საკმარისი. სხვა კითხვები. მუდმივი დაძაბულობა როგორ აი რა კითხვაც არ უნდა ამის ყველაფერზე ვიტყვის დისფაქტორში მოდის. მუდმივი ნერვიულობა და დაძაბულობა რომ მოიხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ იმყოფებით აწმყოში, თქვენ გაქვთ მენტალურად, ემოციურად სხეული, ანუ ჩვენ ფიზიკური სხეულის გარდა გუშინ დავხაზე გუშინდელ ვიდეოს ნახეთ, ეს ნატიფი სხეულები გვაქვს, ეს სხეულები არის დამძიმებული შეხედულებებით, წლობით, ნაგროვები, ემოციებით და ასე შემდეგ, თქვენ განიცდით, ნერვიულობ, დაძაბული ხართ რაღაცას, ანუ თქვენში არის რაღაცა აზრები, განმეორებადი ხშირად, რომელიც განერვიულებს, არის გარეთ ეს სიტუაციები, რომლებიც განერვიულებ, თქვენ ხდებით, გატრიგერებთ, ემოციებზე გამოყავხათ რაღაცას. ეს არის დრამებში, ეს არის მექანიკური ცხოვრება, ეს არის დრამებში. აი როგორც ერთ ვიდეოში ვთქვი, არ ვიცი, იმ ვიდეოში, რომ თქვენ არ ხართ თქვენი აზრები, თქვენ არ ხართ თქვენი ემოციები, თქვენ არ ხართ ის როლი, რომელსაც თამაშობთ, დედა ხართ, შვილი ხართ, არა ხართ, ამაზე მეტი ხართ. ეს არის როლები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ დაგვადებს თავდავიწყების ბეჭედი, გვადებს დაბადებიდან იყო ეს პირობა, როცა სული გადმოდის არჩეულ სხეულში, მას უნდა დაედოს, იმიტომ 3D-ს საბაჟოზე, ანუ დედამიწაზე რომ გადმოხვიდე, საბაჟო არის, იქ უნდა დადო კონტრაქტი, რომ აქ რო მოხვალ შენ უნდა დაგავიწყდეს, სულს უნდა დავიწყდეს თავისი გარდასული მეხსიერება და ვითომ სულთა ფურცლიდან გადმოდის. რეალურად 3-დან 7 წლამდე ბავშვს ეშლება ნატიფ სხეულზე არსებული ინფორმაცია, არ ეშლება, უბრალოდ გადაწერა მიმდინარეობს და პირდაპირ მიერთება ხდება 3D-ს, ანუ დედამიწისეულ პროგრამებთან, რასაც მშობლები იყვნენ მიერთებული, შულსაც იმას უერთებენ, ასევე ავტორიტეტები და ასე შემდეგ და ბავშვი მთლიანად ყალიბდება როგორც 3D-ს პერსონაჟი, როგორც დედამიწაზე და დედამიწაზე არის ორი ენერგია, დესტრუქციული ენერგია და დუალობა არის. ანუ ორი ენერგია არის, დესტრუქციულიც და ღვთიურია ყველაფერი, მაგრამ დაბალი სიხშირეების, ასევე მაღალი, პლუსიც და მინუსიც. ამიტომ უმეტესობა შენში ჭარბობს პლუსი. ადრე თუ სიტყვაზე თავის გადასარჩენად მგლებისგან და დათვებისგან გარბოდნენ და ასე შემდეგ, ეხლა არის ჩვენი ჩრდილები, რომელიც ჩვენ გვაიძულებს გავიქცეთ, გავშეშდეთ, თავი დავიცვათ, თავს დავესხათ და თუ რაღაც ასეთი. ანუ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ამიტომ როდესაც დაძაბული ხართ, უნდა შეტრიალდეთ საკუთარ თავისკენ, დაიწყოთ საკუთარი თავის შეცნობა, ვინ ვარ მე რეალობაში, მე ვარ ეს როლი, რომელსაც ვირჩევ და თუ ამ როლში ვიქნები, როგორც ვისურვებდი რომ ყოფილიყავი და როგორც ვისურვებდი ყოფილიყავი, რა შემიძლია ამისთვის გავაკეთო, რომ გავაკეთო ის, რაც საჭიროა, სად შეიძლება ამის სწავლა, სად შეიძლება
თუ მე შემიძლია, თქვენც შეგიძლიათ, მაგრამ იცით ეს რას გავს? მე მაგალითად თავიდან რო ვიწყებდე ამ საქმიანობას, მე თავიდან ჩემით ვაკეთებდი თითქოს სულიერ განვითარების გზას ჩემით ვაკეთებდი და ძალიან ბევრი ინფორმაციის დაგროვების მერე იმდენად ამევსო თავი, აღარ ვიცოდი რა მექნა და ვითხოვე განზრახვა გავაკეთე, რომ გამომიგზავნე ფიზიკურ რეალობაში სულიერი მასწავლებელი მეთქი და გამომიგზავნა სულიერი მასწავლებელი, რომლის სწავლებებსაც ჩავერთე და დღემდე ამ ცენტრში ვითვლები სტუდენტად, ვარ იქ მონაწილე და ყველა ინფორმაცია სწავლობ მანადა, მოკლედ ღვთიურცნობიერების ასვლის საფეხურებს, ყველაფერი ეს ცოდნა მოდის იქიდან და არ არის თავში, მარტო ეს არის გულში გატარებული. არ იყო მარტივი, იყო წინააღმდეგობები, იყო შინაგანი დემონებთან შეხვედრა, შენი აი ეს რასაც ვამბობ, რომ შენი წინააღმდეგობები, გაპროტესტებები, ყველაფერი მქონდა, მე გავიარე, ეს არ მოდის საიდანღაც, ეს არის ჩემი შინაგანი გავლილი, კვანტური ფსიქოლოგიის მიმართულებით ვითარდები, ეს არის ტექნიკები, რომელიც მხოლოდ 3D მოცემულობიდან არ არის, არის 4-5 და ზედა მოცემულობიდან და კოსმიური ცივილიზაციებიდან, არა მარტო ზდის ფაქტორში არის მთლიანად 3D მოცემულობის, მაგრამ უკვე შემდეგ სამყაროს ანაბანაში ცნობიერების ფილტრებში და ასე რომ იმისათვის რომ 3D-ს ჩავეხსნათ კონტრაქტებით და ცნობიერების ფილტრები, რომელიც გვადებს ამ ყველაფერს რო ჩავეხსნათ, ამას 3D ტექნიკები არ უშველის და კვანტურ ტექნიკებს ვიყენებ და ამას სწავლობთ მხოლოდ სამყაროს ანაბანაში, ცნობიერების ფილტრებში, სიყვარული ყველაფერი ამ მერე ვაპირებ კვანტური თერაპიის 2 კურსს, რომელსაც უკვე ენერგიებთან მუშაობას ისწავლი, მე DNM-ი, ღვთიური DNM-ის გააქტიურებას და შემდეგ უკვე პრაქტიკებს როგორ შექმნათ და გააღვიძოთ თქვენში ქალღმერთი და ღმერთკაცი, რომ თქვენ ხართ უკვე ღმერთი აპრიორში და აი უბრალოდ გადევთ ეს ჭუპრი თუ აბრეშუმის ძაფი თუ რაც არის გარედან და ეს არის სწორედ 3D-ს დესტრუქციები, რომელიც განერვიულებთ, დაძაბულობაში გამყოფებთ, ეს არის პროგრამები, რომელიც ოღონდ არ შეიცვალო, ოღონდ არ გაიგო, რომ შენ ღმერთი ხარ. ყველაფერს აკეთებს, 3D სუბსტანციები, ალგორითმები, მატრიცული, რომ შენ არ მიხვდე, იმიტომ თავდავიწყების ბიჭედი ხო საბაჟოზე დაგადეს, რომ აქ გადმოხვედი და მე რამენაირად გამზადებულ პროგრამებს გაძლევენ, ოღონდ შენ არ იფიქრო. აი კოკა-კოლა დალიე, აი მაკდონალდსში შეჭამე, აი კიდევ ეს გაგიკეთე, აი ახლა ეს გამოგიგევნე, ახლა ეს სექსი, აი ეს ფილმი გადავიღე და ახლა უყურე ამ ფილმს და იქ ინერგავენ თავში გამრუდებულ პროგრამებს, ოღონდ შენ არ იფიქრო, აი ყველაფერი ნაფიქრია, ყველაფერი გამზადებულია, იგივე რელი, ყველაფერი გამზადებულია, შენ არ აღმოაჩინო, შენში შიგნით, შენ არავინ არ ხარ, შენ ხარ ცოდვილი, შენ ხარ არარაობა, შენ ხარ ესა და ის. ჭიანჭველა ზოგადად საბოლოო ჯამში არარაობა ვართ, არაფერი ვართ, არარაობა, არაფერი ვართ, ღმერთი ვართ და თან არაფერი ვართ, მაგრამ ამ ცნობიერებაზე რო ავიდეთ, ამისთვის შიგნიდან უნდა გავიაროთ და არა ის რომ მე შენ რომ მიკაკუნებ თავში რომ მეცოდვილი ვარ და ასე შემდეგ. არ არის მთლად ასე და ეს რო გავიგოთ, ამისთვის საკუთარი აი ამ წინააღმდეგობებით, დაძაბულობებით, სტრესული გარემოებები, აი ესენი უწყობს ადამიანს ხელს გამოფხიზურდეს. კარგი. ხო, როგორ მოდმებული ფორიაქი გაქვს, როგორ მოვიქცეთ, გასწავლით მედიტაციურ, რა ვიცი, უამრავი ისა მაგ ჯგუფებში გაწევრიანდით და ისწავლეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. აი ისწავლეთ ესეთი დარჩენა, ყოველ დილით როცა გაიღვიძებთ, 5 წუთი დაინიშნეთ ტაიმერი, დაჯექით და დარჩით საკუთარ თავთან და დაინახეთ რა ხდება.
რა ხდება თავში, რა აზრები მოგდით, საერთოდ ერთი წამიც არ არის ისეთი, რომ რამე აზრი არ გაგიელოს, დაამშვიდეთ, დააწყნარეთ, გაატარეთ, დატოვეთ უფუნქციოდ, დამშვიდ, სიმშვიდე შიგნიდან მოდის და არა გარეგანად. არასდროს არ არის ამიდე მატრიცა მშვიდი და არასდროს არ იქნება. ეს არის ამ მატრიცის თამაშის პირობები, რომ არასდროს არ იქნება გარემო მშვიდი. ყოველთვის ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებში და რომელიც ყველაზე წამყვანა, ყველაზე ბევრი თვითმკვლელობებია. ყველაზე დიდი სტატისტიკაა თვითმკვლელობა. არასდროს, იმიტომ რომ ადამიანის შინაგანი სულიერი ზრდისთვის არის მოსული და არა იმისთვის, რომ გარეთ ყველაფერი კარგად და მეც კარგად დავარ, ჭამოთ. ტუალეტში ვიაროთ და ასე მე პენსიაზე გავიდეთ და ასე გავლიოთ. არა ვართ ამისთვის მოსული. ეს არის მექანიკური ცხოვრება, რასაც მზამზარეულად გთავაზობს ამიტომ მატრიცა და შენს მიყვები მძინავს და მიყვები. ამიტომ ფორიაქი, შიში, ნერვიულობა ეს არის აი ამ მატრიცის საკვებები. ტანჯვა, უნდა იტანჯო. ტანჯვის გარეშე ცხოვრება არ არის გეუბნებიან. არა და არის. თუ შიგნით ჩახვალ თურმე არის. თუ ღმერთს მიენდობი შენ თავში და ამას გააფართოვებ შენიდან გარეთ, სიყვარულით, მადლიერებით, მიმღებლობით, პატიებით, იმხელა ხდები. აკვიატებული აზრები როგორ დავძლიოთ? ზდის ფაქტორი. ისწავლე საკუთარი აზრების მართვა. არის ტექნიკები, მედიტაციები. მოდი. ზდის ფაქტორისში მონაწილეობის პირობები მე გავაჟღერე და თუ შეიძლება თავიდან, იმიტომ რომ ხელახლა რო არ განმეორდე, უკვე 1 საათია ლაივში ვარ. 45 წლის ასაკში დიდი შეტორტმანებების შემდეგ შევუდექი სულიერი ზდის გზას ბევრი რამ შევცვალე ჩემს თავში, მაგრამ მივედი იმ ეტაპამდე, რომ მიწიერი მასწავლებლის გარეშე ჭრინ ვეღარ მივდიოდი, უფრო მეტი თითქოს ყველა მიმართულებით განულებული ვარ. დიდი იმედით ველოდების ზდის ფაქტორის. დიდი ხანია გისმენ თავი, ჯერა ჩემი თავის დაში. დიდი მადლობა რომ ამირჩიე, დიდი მადლობა რომ მოხვედი, დიდი მადლობა რომ ერთად ვიმგზავრებთ. თქვენს მაჯისცემაზე მექნება მთელი ეს ზდის ფაქტორელებმა იციან, რა კონტენტია შიგნით ზდის ფაქტორელები. ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არის, რა ვიცი, თუ თქვენ იქნებით გახსნილი შიგნით და ეს იქნებით მზად იმ ცოდნის მიზაღებად, რაც იქ არის, ადამიანები, რა ვიცი, სასწაულად იცვლებიან და მე თქვენს მაჯისცემაზე იქ პულსზე მიდევს ხელი მუდმივად თქვენს უკავშირს. ერთმა მომწერა, როცა ვნახე რომ არ კონტაქტობდა ჯგუფში, პირადში მივწერა და ქალბატონო თამარ, თქვენ მკვდარსაც კი გააცოცხლებთო. ანუ რას გადამეკიდეო რა, აქ რატო მომწერეო? ასე რომ დიდი მადლობა თქვენ. იმიტომ რომ მე მინდა წახვიდეთ ახალი ცნობიერებით და ასეც ხდება. ხმერთა, რატო უბრუნდები უკან? როგორ მიხარია ჩემმა სულმა რომ აგერჩიათ მასწავლებლად, მადლობა სინათლევ ხდიურო, მოგესალმები უთფილოსო ქალბატონო თქვენ, კარგი სიკეთის სავსე ენერგია. მოდის ჩემამდე, მადლობა, გაიხარეთ. ღია ხართ თორე ავაკითხეთ ზოგიერთებს რა მოდის. ფართოვდება გული თქვენ რომ გისმენთ. დიდი მადლობა. მომენატრა ზდის ფაქტორი თამარ მიყვარხარ. კარგი, სულ ეს არის მგონი. თუ რამე გამომრჩა, ამოვიწერ. მგონი არ გამომრჩა. დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. დიდი მადლობა. რომ იყავით ჩემთან, ვიყავით ერთად, ეს 1 საათი ცოტა მეტი. და ღვთიურმა დაკადმა, ღმერთი მამადედის სიყვარულმა იდინოს თქვენში, თქვენს ძარღვებში, თქვენს სისტემაში, ზლოვანში და დანარჩენ 12 სისტემაში, რაც ადამიანს გააქვს.
და თქვენ გამხდარიყავით წყარო თქვენი ახლობლების, თქვენს გარშემო, თქვენი ოჯახის, საყვარელი ადამიანების სიყვარულის წყარო და ამ წყაროს ედინოს, ღვთიურ წყაროს ედინოს თქვენთვის, ახლობლებისთვის და სამყაროსთვის სასიკეთოდ. მიყვარხართ. მადლობთ და დროებით. შევხვდეთ ხვალ. კითხვებს თუ მომწერთ, კითხვები თუ დამხვდება, შევხვდეთ თუ არა და ეხლა მეწყება ძალიან დაკავებული კვირა, ძალიან ბევრი ვებინარები მაქვს, ახალი ტრენინგების დისფაქტორი იწყება. ხო, დისფაქტორზე რეგისტრაციის ბმულს აუცილებლად დავდეთ და გაიარეთ და შევხვდებით, გავიცნობთ უფრო ახლოს ერთმანეთს და ვიაროთ სულიერი ევოლუციის გზაზე. დროებით.